ანუ მე რამდენადაც გავიგე, ჩვენ გიორგის მონობა უტყდება რა. მონატყობნა უტყდება გიორგის ხواسია. ხოდა. მოდი ახლა, მოდი გავშალოთ ახლა ეს სიტყვა. ჩვენ მინდა წერილში და სხვათა შორის მაცხოვარში განმარტავს, მონებს ახსენებს. მონებს რომ მიმართავს, არსად ერთი სიტყვაც კი არ არის, რომ ბატონებისგან უნდა გათავისუფლდეთ, ეს არის თქვენი თავისუფლება. მსგავსი არ არის არაფერი. პირიქით ეუბნება, დაემორჩილეთ თქვენს ბატონებსო. ამას ეუბნება. სამაგიეროდ ბატონებს ეუბნება, რომ მოეპყარეთ პატივისცემი და სიყვარული თქვენს მონებსო. საქმე რაშია ძვირფასებო, იცით? ეს არის ჩვეულებრივი სამსახური. მონა ეწოდება, მონა მაშინდელი ძველი გაგებით. სრულად უფლება აყრილი ადამიანი კი არა, როგორც აღა დღეს არის. ჩვენ მაშინდელი მონა და ახლანდელი ეგრეთ წოდებული სამსახურში, მაგალითად, მარკეტებში მომუშავე ადამიანები, რომ უფლებები შევადაროთ. უფრო ნაკლები უფლებები აქვს მარკეტებში მომუშავე ადამიანებს, ვიდრე მაშინდელ მონებს. ახლა სახელები შეუცვალეს, თუ რა არსის სულ სხვა არის. როდესაც რაღაც ორგანიზაციაში იმყოფები, პირველი პირს ეცი პატივი, ამას გეუბნება უფალი. ეცი პატივი მას, ხოლო უფროს ეუბნება პატივისცემით მოეპყარი, დაემორჩილე ეუბნება პირველ მსახურს, ხოლო პირველ პირს ეუბნება პატივისცემით მოეპყარი შენს ქვეშერდომსო. ანუ მონასო. ძველი ქართული და ამას ქვია მონა. და მერე კიდე ცოლზე სადღაც აღარ მახსოვს, მაგრამ წერია შედახვედრივა, რომ ქმრის მონათა არის ცოლიო. როგორც კაცი არის უფლის მონა, ცოლიო არის ქმრის მონა. ეს შეურაცხყოფელი კონტექსტში კი არ არის ნათქვამი. რომ თქვათ უფლება აყრილი რაღაცა. ემორჩილები შენ ქმარს, ხოლმე ამას ნიშნავს. ემორჩილება მამას ყოველთვის. შვილი ითვლება მამის მონად. მონაპოვარი ეგ უკვე ეხი იუმორში განათქვამი არის, მონაპოვარი უკვე იუმორში გადატანილი არის, ხო? ხო, მონაც არ და პოვარიო, ხო? პოვარი არის საჭმელი ნაკეთოსი და მონა არისო, ხო? ხო, ეს იუმორში გადატანილი არის, კი? სხვათა შორის იუმორი თუ არის კაცი ხო არის ოჯახის თავი. ქალიანი კისერი, სადაც უნდა იქ თეატრელებს თავს. რაც ვერ გავიგე, ცოტა სიცილი გამოვიწვიე და რა საბო შენაძენი არის, ხო, მაგრამ მე ახლა ვიღაცას ინტერპრეტაცია სხვანაირად აწყობს, რომ მონა იყოს და პოვარი იყოს, მაგრამ ნუ ახლა გიორგის შეკითხვასა დავუბრუნდეთ. მონობა არ ნიშნავს უფლება აყრილობას. მონობა, ღვთის მონობა არის პატივი. როცა ღვთის მონახარ, ეს არის პატივი. სახეცვლილი სიტყვა. ხო, სახეცვლილი სიტყვა და რა თქვა უფლება აყრილი ადამიანი.